25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. Ამ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. Ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქციები და კონფერენციები იმართება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას გმობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი 3 ქალიდან 1 გენდერული ნიშნით სულ ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცხყოფის ან ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრმა მოხალისე უცხოელ ახალგაზრდებთან ერთად მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა. Heute ist der internationale Tag. ჩვენც მივიღეთ ამ ყველაფერში მონაწილეობა, ქუჩაში დავარიგეთ რიფლეტები, სადაც არის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა თავიანთი პრობლემები მოაგვარონ და რაც შეიძლება მეტი კონტაქტი იქონიონ სარეაბილიტაციო ცენტრთან, რომელიც ეხმარება მათ აი ამ პრობლემების დაძლევაში. შემდეგ კი ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად მათივე ნამუშევრების გამოფენა მოაწყო და გრანტის ფარგლებში პრიზები გადასცა. ამჟამად მიმდინარეობს ცენტრში ჭრაგერვის კურსები და ბენეფიციარების ნამუშევრები, თუ შეიძლება ისე ითქვას, გამოფინეთ დღეს და ჭრაგერვის კურსები კიდე რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ეს ყველაფერი დასრულდა მინი გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის აი ამ საჩუქრების გადაცემა. ჩვენ ვახორციელებთ საგრანტო პროგრამას. Ამ ეტაპისათვის განხილული და დამტკიცებულია 7 პროექტი, რომლის ფარგლებშიც ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცემათ ანუ ხელი ვუწყობთ სხვადასხვა ბიზნეს იდეის განხორციელებაში. დღეს ხდება 3 ბენეფიციარის კონკურსის შედეგად დაჯილდოება და მათ გადავეცით საკერავი მანქანები და სხვა საჭირო მასალები. პროექტს გურიის აგრობიზნეს ცენტრი ახორციელებს, რომლის პარტნიორი გურიის მედიატორთა ასოციაცია და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი არიან. 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გაეროს გენდერულმა ანსამბლეამ გამოაცხადა.